ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი, ძალიან საინტერესო სიუჟეტი. შემდეგ დაასაქმება პროფესიული სწავლება, კარიერული განვითარება. ამ თემებზე ჩვენთან სასაუბროთ არის საკმაოდ ვრცლად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი. სახელება უწყების დიდია. ძალიან დიდია, მოგესალმებით ბატონი გიორგი და დავიწყოთ რა სერვიზებს თავაზობს სააგენტო მოქალაქეებს ამ მიმართულებით, ხვდებით რა სააგენტოსაც გულისხმობ და ვიცი რომ თემას კარგად გაშლით. კი ბატონო, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დაარსდა 2020 წლის ბოლოს. დიახ. ისე რომ ახლად ფეხადგმული სააგენტოა შემიძლია ასე ვთქვა. შემდეგ მოუწია კოვიდის ურთულესი პერიოდი და პრინციპში მუშაობა სადღაც 23 წლიდან დაიწყო სააგენტომ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს უძღვება და აკეთებს რა თქმა უნდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი სერვისია თქვენ ჩამოთვალეთ ეს სერვისები, რომელსაც ახორციელებს სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისში და ფაქტობრივად ყველა დიდ ქალაქში, ურბანულ ცენტრში ჩვენი ქვეყნის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს აქვს თავისი სერვისები წარმოდგენილი. ნუ როგორც ყოველთვის ყველაზე პოპულარული და ეს უკანასკნელი წლების სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს, არის მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი პროგრამა, სადაც ჩვენ 50-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან თანამშრომლობთ. აი ეხლა დასრულდა ბოლოს საშემოდგომო მიღება მსვენელების უამრავ პროფესიაზე. დაახლოებით 1500-მდე მსვენელი მივიღეთ და მაგალითად მინდა გადამზადება ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ გისმენთ ახლა თქვენ როგორ ვიქცევი როგორ უნდა მოგაკითხოთ უკავშირდებით მარტივად ძალიან სააგენტოს შეავსებთ გარკვეულ დოკუმენტაციას რომელიც ასევე მარტივად შევსებადია ჩვენი კონსულტანტები ხარჯს დაგიჭერენ, დაგაკვალიანებენ, ფაქტურად ჩაკიდებენ ხელს და მიგიყვანენ კოლეჯში. სადაც უნდა მივიდე. დიახ, თქვენ უნდა აირჩიოთ პროფესია. ჩვენ თავს ვერ მოგახოთ ვერაფერს. დაწყებული მზარეულიდან დამთავრებული ელექტრიკოსამდე. ფაქტიურად ელექტრიკოსამდე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია იცით უამრავი სილამაზის სალონი გაიხსნა. დაიჩვენე ბრწყინვალე ქალბატონები, ამიტომაც არიან ასეთი ბრწყინვალები ამ სტუდიაში და არა მხოლოდ. აი ეს მიმართულება ეს მოთხოვნადია. ძალიან პოპულარულია. ძალიან. მოხდა ქართველები ლამაზი ხალხი ვართ და რა გასაკვირია. ბადახერიშევლება და საკმარისდება. ესენი უფასოა, კი მომკიდებელი და მივიყვანეთ. ეს უფასოა ყველაფერი. მოქალაქე არც ერთ თეთრს არ იხდის არაფერში. მიდის სასწავლებელში, კოლეჯში და 1-დან 3 თვემდე მიმდინარეობს ეს კურსი. ჩვენ სპეციალურად დავამოკლეთ პერიოდი და ინტენსიური გავხადეთ სამაგიეროდ სწავლება, ფაქტობრივად ყოველდღიურად მოგიწევთ სწავლება 3 თვის მანძილზე, რომ მოკლე პერიოდში პერეკვალიფიკაცია მოვახდინოთ, უნარი აიმაღლოთ, გადამზადდეთ, დაეუფლოთ ახალ პროფესიას და გახვიდეთ ღია შრომით ბაზარს. ბატონ გიორგი, ეს პროფესიული გადამზადება ჩემი ახალგაზრდობისაგან განსხვავებით დღეს გახდა ძალიან პოპულარული. შეიძლება ეს ასე ითქვას, ანუ ქართული ახალგაზრდობა და საერთოდ თაობა თუ ცდილობს პროფესიული უნარჩვევების უფრო უკეთესად გამომუშავება. ახლა ჩემ ბავშვობაში ესე მახსოვს, სკოლაში ცუდად თუ მოიქცეოდი, მე მოკრებოდნენ ტექნიკუმში გადაგიყვანო. ხო, დაგიჟიდნენ გლის ბილეთი ტექნიკუმში და ნუ ეს იყო რაღაცა ცოდვამადესტრიალი, მე სახში მივდიოდი, მამაჩემს და ეჩემს ვეუბნებოდი და აი იყო დიდი განცდები. ეხლა ეს ასე არ სწავლობდი? შიგადაშიგ იყო, არც უმაგისობა არ იყო, არ დაგიმალო. მეც არაერთხელ დამუქრებია. მაგრამ სკოლა ხო 11 წლიანი, მაშინ ესე იყო, ამიტომ ეხლა 0 ჩემ დროს 0 კლასიც იყო, 0 თუ მე-4 მე-5 კლასში როცა უნდა სწავლობ, შეიძლება არ მიყვეს თუ გონიერი არსება ხარ, მე-11 თუ მე-12 მაგრამ გადარჩი წაყვანას მაშინ პროფესიული. გადარჩი მაშინ წაყვანას და ეხლა ეს კლიშე დამსხრეულია. ჩვენ უმაღლეს განათლებასთან ერთად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავაზობს ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პროფესიულ მომზადებას, კოლეჯის სწავლებას, რომელიც ხანგრძლივია. ჩვენი სპეციფიკა სხვა არის. ჩვენ
ჩვენი სახსარით ბიუჯეტით ვეხმარებით განათლების სამინისტროს მათთან ერთად შევდივართ ამ საქმეში და მოკლევადიან კურსებს ვაფინანსებთ. აი ხა მე ბოლოს გახდით კოლეჯი იკაროსია, რომელსაც უდიდესი ტრადიციები აქვს. ახლა კი ცოტა უჭირთ, მაგრამ სახელმწიფო ეს არის გელოვანის გამზირზე, თბილისში შემოსასვლელში. აი ზეჭაბუკი ცნობილი ზეჭაბუკის გამოსახულება რო იყო და ეხლა რო გაქრა. აი ამ შენობაზე საუბრობ, ეს კომუნისტების დროს იყო გაკეთებული 80-იან წლებში, იყო უდიდესი ბაზა აღმოსავლეთ საქართველოში მომზადების ტექნიკუმი ეგრეთ წოდებული და იმის ბაზაზე ჩვენი დაფინანსებით შევედით და მზარეულის კურსები დავაფინანსეთ და არა მხოლოდ და ბამზარეულის კურსების მიღების დღის აღსანიშნავად გახდეთ იქ სტუმრად. დაახლოებით 50 მსმენელია. ძალიან პოპულარული მიმართულება არის, საოცარი პედაგოგები ყავთ, შეფები ცნობილი, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღიურად ამ ადამიანებთან ერთად და თანაც მინდა ხაზი გაუსვა, აქ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. მე იქ ნახე ბატონები და ქალბატონები საკმაოდ ასაკში უკვე ასე ვთქვი, მეც არ ვიტყვი, ახალგაზრდებიც მხარდამხარ მუშაობდნენ და ეუფლებოდნენ პროფესიას. სათანადო სერტიფიკატსაც მიიღებენ. ფაქტობრივად მინდა გითხრათ, რომ აი კოლეჯი იკაროსის მზარეულის კურს დამთავრებულების უდიდესი პროცენტული რაოდენობა ფაქტობრივად საქმდება მაგრამ ბატონი რა მაინტერესებს დაკავებები ხარ რომელიც თქვენ გისმენთ. აი მაგალითად ცხოვრობს რაღაც რეგიონში და პროფესიული განათლება რომ მიიღოს, დაუშვათ იგივე ამ სასწავლებელში რომ ჩამოვიდეს. არის შესაძლებლობა მაგალითად რომ დაიტოვოს, ანუ ბინის პრობლემა, ცხოვრების მაგალითად მე ვიცი რამდენიმე პროფესიული სასწავლებელი რომელსაც აქვს თავისი კამპუსი. კი აქვს, მაგალითად საჩხერეშია ძალიან ძლიერი კოლეჯი. ამგვარი კოლეჯი არის ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ქობულეთში, ბათუმში, ახალციხეში, ანუ ქსელი დიდი ყოფილა. თელავში, გურჯაანში არის ქსელი მოდებული მთელ ქვეყანას და ახერხებენ ადამიანები, ან ახლომდებარე სოფლებიდან მოძრაობენ, ან იქვე ცხოვრობენ და მე ბევრი კოლეჯი მოვინახული ამ ფაქტობრივად 1 წლის მანძილზე რაც მე მუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში, თქვენ უნდა ნახოთ რა ენთუზიაზმით ემსახურებიან ეს ადამიანებით. სტატისტიკა როგორია აი რიცხოვნობის მიხედვით წლიდან წლამდე? ჩვენ დაახლოებით 3000-მდე ადამიანს ვახერხებთ და ვიღებთ ამ კურსებზე, ცოტა მეცაც გააჩნია ნაკადებს და 50-ზე მეტი კოლეჯია კერძოც და სახელმწიფოც. გვინდა რომ გეოგრაფია გავაფართოვოთ, ისეთ რეგიონებში შევიდეთ, სადაც ჯერ არ შევსულართ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასაც რა თქმა უნდა ჩვენი დაფინანსება ხელს უწყობს. მიმდინარეობს პედაგოგების მომზადებაც, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებაც, აი რომ ნახოთ თქვენ ხა იგივე კოლეჯი იკაროსში რომ იბრძანდეთ, როგორი სამზარეულო აქვს მოწყობილი, დარწმუნებული ვარ, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო სამზარეულოს არ ჩამოვარდნით. ანუ ეს ყველაფერი რაღაც არიელ ადგილზე არ ხდება. ისე რომ გადაიარაღებული სულ წელიწადში ორჯერ არის მიღება? წელიწადში ორჯერ გვინდა რომ მომავალში წელიწადში 3-ჯერ გავუკეთოთ, გააჩნია სურვილს. არ იქნა ნაკადი ჩვენ ვერ ვაფინანსებთ. ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელ კურსებზე? ერთი იყო თმა სილამაზის, მზარეულები, მოვლა პატრონობა, ძიძები, ხო, აი, სახლში მოვლის მიმართულება. აი შეუძლია ყველა, მეც შემიძლია. ნებისმიერს. ამ კურსებზე დაუმზადდე როგორც მზარე. ფოტოშორის აი ეს პროფესიული განათლების რეკომენდაციას ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის გაძლიერება და ან თქვენი აი მიმართულების გაძლიერება, რომ ჩვენ ხშირად ბიზნესისგან გვესმის ეს ჩივილი, რომ გვინდა რაღაცები, მაგრამ პროფესიული აი ეგ მითი დაიმსხვა რა, ორი დიპლომი მაქვს და ნეულ თემას შეეხეთ, ეს არის კადრების დეფიციტი. იცით თქვენ პრემიერ-მინისტრის ძალიან კარგი ინიციატივა გუშინ მას ბიზნეს საზოგადოებასთანაც ჰქონდა შეხვედრა და ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის. ბევრი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ბევრი პროფესია დაიკარგა. არა ჩვენ თუ გვინდა კონკურენტუნარიანი ქვეყანა ვიყოთ ზოგადად და საზოგადოება, რა თქმა უნდა, გადაშენების პირას მისული პროფესიების აღორძინება ყველა შემთხვევაში მოგვიწევს, ისე რომ აქ მიმართულებით დიდი ძალისხმევა იქნება გასაწევი. სახსარიც იქნება
ჩასადები, უხეშად რო ვთქვა, პირდაპირ ამ მიმართულებების განვითარებისთვის წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება იცით ეს მიგრაციული ნაკადები რამხელა არის მსოფლიოში და უნდა იცოდეთ რომ აქედან წასული ან დაბალ კონკურენტუნარიანი ჩვენი მოქალაქის ადგილს აუცილებლად უცხოელი დაიკავებს. აუცილებლად და განდევნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიებიდან. არა არის პროფესიები, რომელიც არის ფუნდამენტი ზოგადად სახელმწიფოების და ზოგადად საზოგადოების განვითარების. ამიტომ აქ პოზიციების დაკარგვა ძალიან ტრაგიკულად შემოუტრიალდება და სხვა შორის არც თუ ისე შორეული მომავლის ამბავი. ძალიან ძიმედ შემოუტრიალდება ჩვენ ქვეყანას. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ განათლების დონე გაიზარდოს და შევთავაზოთ ადამიანებს, რომ გარდა უმაღლესი განათლების არის კოლეჯი, არის ტექნიკური განათლება, არის ძალიან კარგად დაქსელილი მთელი საქართველო ამ მიმართულებით ჩვენც და რა თქმა უნდა განათლების სამინისტრო პირველ რიგში ძალიან დიდ ძალისხმევას დებს ამ საქმეში და გვინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიზიდოთ, გადავამზადოთ და ცხოვრების გზაზე მყარად დავაყენოთ ორივე ფეხში. ეხლა დამოკიდებულება ის, რომ მაყურებელი, რომელიც ახლა ამ ეკრანს უყურებს და ზის და რა იქნება ხვალ, როდესაც კითხვა swams, ხვალ არის ის, რომ სახელმწიფო უფასოდ გაძლევს პროფესიას, შეუძლია მოგცეს. ეს არ არის გრძელვადიანი თან. 6 თვეში, 1 წელიწადში შეიძლება საერთოდ სხვა პროფესია მიიღო დასაქმდე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩემ მეგობარი ერთ-ერთი ასეთი დიდი პროფესიული სასწავლებლის დირექტორია და ხშირად წერს, რომ აი მოდით დაგასაქმებთ, მოგცემთ განათლებას და ბიზნესთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მე როგორ დასაქმდებიან ეს ადამიანები. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან კარგი და საინტერესო პროგრამა კიდევ სტაჟირების, სადაც თანადამფინანსებით შევდივართ ეს უკვე ბიზნესში და თავაზობთ ბიზნესს, რომ თუ ისინი აიყვანენ ახალგაზრდა ადამიანებს და არა მხოლოდ ჩვენ 500 ლარიანი დაფინანსებით 6 თვის მანძილზე შევალთ ამ საქმეში, ამ წამოწყებაში. ოღონდ იმ პირობით, რომ აყვანილებიდან რამდენიმე პროფესია მაქვს და თანამედროვე მაგალითად გეტყვით ესეთი პრეცედენტი ქონდა, სამკერვალო გაიხსნა ქუთაისში საკმაოდ დიდი და მათ ჩვენი პროგრამის გამოყენებით საკმაოდ დიდი რაოდენობა 10-ზე მეტი სტაჟიორი აიყვანეს და ოღონდ იქ დათქმა არის რამდენიმე აუცილებლად უნდა დაიტოვოს. უნდა დაიტოვოს და დაიტოვოს კიდევაც რამდენიმე ქალბატონი, რომლებიც სამკერვალო მოკლედ ბატონ გიორგი, მოგვეცით პირობა, რომ კიდევ ერთხელ მოხვდეთ ჩვენ სტუდიაში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და ამოუწურავი თემაა. წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში და იმ ადამიანებს, ვინც პროფესიულ უნარჩვევებს ვალდება მოწვევისთვის. უგრმესი მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის. წარმატებები მათ, ვინც ამ გზას დაადგებიან, რომ პროფესია მიიღო. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. დიდი მადლობა. სეგრძელობას გისურვებთ. აბათამდე გემშვიდობებით.